მოგესალმებით, დიდი ღომში მინდა აი ამ სახლის გაქირავება, ძალიან დიდი სახლი არის. გადიხარ თუ არა, აი პირდაპირ არის 200 მეტრში არის მირიან მეფის ქუჩა, ანუ ძალიან ფართე გზა შემოდის, მირიან მეფის მერე ყველაზე ფართე გზა ეს არის რა. აი ეს ადგილი მით უმეტეს აი ეს ჩემი ადგილი. მანქანასაც გავაჩერებ, ნახე 1 2 3 მანქანას და ეზოსაც კიდე აგიხსნით რამხელა ადგილი და ანუ ყველაფერში გამოდგება და ვინ გავაქირავებინებს ამ იმას მოდით აი შევიდეთ და ბევრი რაღაცა არა მაქვს რა ეხლა დარჩენილი გასაკეთებელი რომელსაც ერთ თვეში დავასრულებ. მოკლედ ესე ეზო არის რა. აქ რაღაცები პატარა გამწვანებები რაღაცები მაქვს იქ. ბარბეკიუს მოწყობა და რაღაც ყობე და განადის ლამპიონების რაღაც გაკეთება არის. ხო? აქედან ეს ცენტრალური, ნუ დიდი კარებით პულტით იღება რა თქმა უნდა და ეს შემოდიხარ. ნუ ეხლა უკვე ეს გამზადებული არის რა ყველაფერი. თავის გათბობის ქვაბები, ბოილერები, ყველაფერი დაყენებულია. აქ პირველ სართულზე არის ვანა ტუალეტი. პირველ სართულზე თავის დუში და ასე შემდეგ. აქეთ არის სამზარეულო. იატაკქვეშა გათბობა და რა მაგარი კომფორტია რა და ანუ დიდი სივრცეა რა აი ეს. დიდი სივრცე და ეს ხარაჩოები რომ მოიხსნება მაღალიდან მაგარი ჭაღი და რაღაც აი კომფორტია რა თან ამხელა ვიტრაჟები რა აი ეს გარეთ გადიხარ და მაგარი პონტია რა მაგრამ გაუსწორდება ვინც იქირავებს რა ანუ არ ვყიდი რა აღარ ვყიდი იმიტომ რომ რა ბანკში მიდის და რო გავყიდო აზრი აღარ აქვს ეს მინდა რომ გავაქირავო რა და ჭირდება თხუმე რა ზოგი ხლა უცხოელია ჩამოსული ტროებით ყიდვა არ უნდა მაგალითად გაქირავება კიდით უნდა ანუ ნებისმიერ კატეგორიას მივაქირავებ რა ეხა რავი ირანელი იქნება თუ რა ვიცი აზრი არა აქვს რა ვინც ინდა ის იყოს მივაქირავებ ხა უნდა მივაქირავო შენ შეიძლება საუბარი ჩაფიდი იქირავ სახლი მოკლედ შევეშოთ მაგ თემას იმიტომ რომ ეგ არ არის რა აი გარაფერს არ ნიშნავს ვის მიაქირავებს და ვის არა ეს ოთახი დასრულებული არის პლინტუსი აკლია დაბლა ესეც თავისი გარდირობის ოთახები და რამე რა სიგნით აიუნებით საძინებელი ეს კიდე ძალიან მაგარი ვანა ტუალეტი თავისი იქით დეკორი იმით რა ქვია დუში და რამე აი ეს მევასება ამ სახლის აი აქედან რომ გადმოიხედება აქ შუშის ვიტრაჟებს ვაკეთებ მოკლედ ამას მალე დავასრულებ რა სამოდიხარ მაღლა აქეთაც ეს ოთახი ლამინატი დარჩა და всё ეს ვანა ტუალეტი თავის დიდი ვანა ტუალეტი აქვს თავისი აივანი აქვს გარეთ სლაიდური გაღებით და მოკლედ იცი რა თემაა აი ბევრი ეს ვაფშე ზედასართული მესამე სართული ვაფშე იზოლირებულია რა გამოხვალ და ნუ კარები კეთდება მან და ასე შემდეგ აი მაღალი ჭერი და ძალიან საინტერესო თემებია რა ამ ხელა სახლში აი ეს დიდი სივრცე პლინტუსებიც სრულდება აქ ვანა ტუალეტი ნუ აქ დაუნთა ესე დროებით პლასმასით იქ მაგარი ჯაკუზი ყენდება დავიდეთ ახლა მაღლა აქ ახლა დროებით ხელოსანი რჩება ხოლმე გამე და ეს აქ კიდე გარდირობის ოთახი მაქვს რა გათვლილი გარდირობის ოთახი და შესაძლებელია რომ ეს გარდირობის კი არის სამზარეულოს ოთახი მაქვს გათვლილი და შესაძლებელია საძინელებლათაც გამოიყენოს რა არ უნდადეს მაგალითად სამზარეულო და ეს კიდე გარეთ გამოდიხარ და დიდი ტერასა რა აი ძალიან მაგარი მუღამი აქვს რა აი ამ ტერასას ძალიან მაგარი მუღამი აქვს ძალიან მაგარი მუღამი აქვს რა ესეთი ეს კრანი ჩემი აშენებულია სხვათა შორის და რავი ახლა მეტი ამაზე მაგარი კომფორტი რაღა უნდა იყოს და მოკლედ სახლიც არის ახალი გარემონტებული და იმ დეტალებს იმ ყველაფერს ანუ იმ ნიუანსებს რაც
ჭირდება ახალ მობინადრეს ყველაფერს მოუწყობ რა, იმ დამატებითი იქ ბარბეკიუს მოითხოვს, რაღაცას მოითხოვს, რავი, შეზღლუნგებს მოითხოვს, ანუ ყველაფერს იმას და მინდა გრძელვადიანი გაქირავება და თუ ვინმე შეუძლია რომ გამაქირავებინოს ხო ხდებით ანუ ნებისმიერ იმას даже ინდუელებზეც მივაქირავეთ თუ ხანგრძლივი ვადით იქირავებინ და რავი რა просто ბანკი უნდა დავაფარინო ამას რა ეგ პრინციპი მაქვს პირველად მაქვს ეგ თემა თორე მე ვაშენებ ზოგადად სახლებს და ხანყიდი ხანსქვებს უშენებ მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე მინდა ეს დავიტოვო და ქირით გადავახტიინო თავისი თავი რა აბა როგორ გაამართლებს ეგ თემა მე თქვენს გაგაგებინებთ და თქვენ შეძლებთ ანუ ანალოგიურ თემას აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და მეც ვუსურვებ ჩემ თავს რომ ისეთი კლიენტი ვნახო რომ მართლა რომ თავის თავი დაფაროს და ფაროს რა